მოგესალმებით პირველ რიგში ჩვენ ამ შეხვედრაზე ჯერთი პირველი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის ელჩებთან და თავმჯდომარეებთან სისტემური კონტაქტის ქონა, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოს იყოს დაცული ძლიერ ევროპასთან ერთად და საქართველოს არ დაკარგოს ევროკავშირში ინტეგრაციის შანსი, არ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა, რომელსაც ქართული ოცნება გვაკარგინებს მაგალითად და სიმართლე გითხრათ ბოლო პერიოდი პრინციპში ის აზრის შტაბეჭდილებაც კი მრჩება რომ ქართული ოცნება მიზან მიმართულად აკეთებს რომ რაც შეიძლება მალე შეწყდეს უვიზო მიმოსვლა რომ ამით შეძლოს ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა მარტო დატოვება ძლიერი ევროპის, ძლიერი ამერიკის, ძლიერი პარტნიორების გარეშე და დემოკრატიის საბოლოო ხელყოფა და ამაზე იყო კიდეც საუბარი ამ შეხვედრაზე აქ ხო აღარ არის მხოლოდ იმ საკონსტიტუციო ნორმის დარღვევაზე რომ შეაჩერეს მათ ევროკავშირში ინტეგრაცია, არამედ საუბარია რუსული ყაიდის კანონების მიღებაზე, რომელიც მთლიანად ფუნდამენტს შლის დემოკრატიის და ეს ძალიან დიდ წუხილს იწვევს მათში, ჩვენ პარტნიორებში და ზუსტად ამიტომ ჩვენ რაღაც ძალიან მკაფიო არჩევანის წინაშე ვართ. აქეთ ვისვართ. გიორგი, დავაზუსტებ უკაცრავად ევროკავშირის ელჩის მხრიდან იყო სავიზო, ეს ვთქვათ, უვიზოს გაუქმების შესახებ ლაპარაკი, იმიტომ რომ გაფართოების კომისარი მარტა კოსის ინტერვიუ რადიო თავისუფლებისთვის მიცემული არის ამ ეტაპზე გზამკვლევი, ეს ვთქვათ, ბოლო 2 დღის წინადელი, სადაც საუბარია შეიძლება ვთქვათ უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. მოკლედ ამ ტიპის დილემას ხედავენ ისინი სავიზო ლიბერალიზაციის გაუქმებაში. ჩვენი ყველას ასე ვთქვათ ამოცანა კიდევ ერთხელ ეს ევროკავშირის ელჩის მხრიდან არ ყოფილა ამაზე კონკრეტულად საუბარი, მაგრამ რაზეც იყო საუბარი, გეტყვით რომ რა უნდა იყოს ახალი მიდგომები საქართველოსთან მიმართებაში ამის დოკუმენტზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. ხო, ნაბიჯები სამწუხარო ჩვენთვის ნაბიჯები უკვე გადადგმულია ფინანსური მხარდაჭერის გაჩერებაზე, დიპლომატიური ურთიერთობა ფაქტობრივად არ არსებობს არაღიარებულ თვითმარქვია რეჟიმსა და ევროპულ ასე ვთქვათ ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ფაქტობრივად არ არსებობს, ხო? და შეიძლება უფრო გმად წავიდეს ახლა ასოცირების შეთანხმების გადახედვა თავისთავად ნიშნავს იმას, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო მიმოსვლა და ამ ყველაფერში დამნაშავე არის ქართული ოცნება. რეალურად ისინი გვაკარგინებენ, მაგრამ მე უფრო შორს მივდივარ, რომ შეიძლება ჩვენ მე არ გამოვრიცხავთ დიანა, რომ ერთ დღესაც ყობახიძე გამოვიდეს და თქვას, რომ ჩვენ შემოგვაქვს ავიზო რეჟიმი, ასე ვთქვათ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში და იქეთ ვაუქმებთ დასწრება უყვარს ხოლმე ყობახიძის სტილია, დასწრება სოციალისტური ჯგუფიდან გასვლის და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მე მგონი იმდენად მძიმე თემაა, რომ აქ დასწრების პოლიტიკა ვერ გაჭრის. კიდევ ვამბობ, რომ არ ვიცი ხა რა მათ ტვინში რა იხარჯა, რომ ადამიანების ტვინში, რომლებიც აბსოლუტურად მოწყვეტილი არიან რეალობას და ის ყალბი რეალობა რაც შექმნეს, თვითონაც ამ ყალბი რეალობის ასე ვთქვათ ქვეშ არიან და გონიათ რომ ყველაფერი შეუძლიათ და გააკეთონ ყველაფერი, მაგრამ ნაბიჯ საითაც მიდიან რომ საქართველოს დატოვონ მარტო, დაუცველი, მარტივი, ასე ვთქვათ, სვერპლი იყოს მტრის ხელში, ნადავლი, მოდი ასე ვთქვათ, დაგტოვონ შემოსავლის გარეშე, უკიდურესი მიგრაცია, კატასტროფული მონაცემები, რაც გვაქვს შობადობით, დემოგრაფიით, საქართველოს ქართველების გარეშე, ეს არის ქართული ოცნება სამწუხაროდ, ხო? რუსი ივანიშვილის პარტიის, ასე ვთქვათ, მიდგომა, ხო? ანუ მათი ღირებული რა არის მათი მთავარი ამოცანა? ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება. ნებისმიერ ფასად და ჭირსაც წაუღია უვიზო მიმოსვლაც, ხალხის პრობლემებიც, ის უამრავი, ასე ვთქვათ, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანი, რომელიც ევროპაში მიდის, აი რამდენი ადამიანია მაგალითად, რომ ევროპაში მიდის და სარგებლობს სამედიცინო სერვისებით ევროპაში. ხო, ეს საფრანგეთია ამისი კარგი მაგალითი. რამდენი ახლობელი ხა ადრე რომ ვინმე მიდიოდა ევროპაში, ახლობლისთვის ვიზის გაკეთება იყო თვეები, წარმოიდგინეთ, ხო? დღეს ჩაჯდებით თვითმფრინავში წახოთ. სხვას რო თავი დავანებოთ, ეს ხო პირველადი საჭიროებებია და აი მზად არიან რომ ამაზე ყველაფერზე თქვან ვარი, ოღონდ შეინარჩუნონ ძალაუფლება. რეალურად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას აჩერებს ქართული ოცნია რა. აქედან გამომდინარე, ხა როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებენ, როდესაც ამდენ რამეზე მიდიან, მე არაფერს არ გამოვრიცხავ და ნუ ვიტყვით ესე რომ რაღაცას არ გააკეთე. ესე ყველაფერზე წამსვლელები არიან. ყველაფერზე წამსვლელები არიან აბსოლუტურად რა. იმიტომ ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ამიტომ ამაზე გქონდა საუბარი, რა თქმა უნდა, გქონდა საუბარი წინააღმდეგო
წინააღმდეგობის პლატფორმაზე და იმ ახალ სამუშაო პროცესზე, რომელიც იყო ასეთი კითხვა დასმული, როგორ ფორმაში ხართ, თუ ახალი არჩევნები იქნა და როგორი იყო თქვენი პასუხი? დიახ, ზუსტად ამაზეც იყო საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ წინააღმდეგობის პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ არა უბრალოდ მოვითხოვოთ ახალი არჩევნების ჩატარება საპარლამენტოს გულისხმობ, რა თქმა უნდა, არამედ ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ამ არჩევნებში გავიმარჯვოთ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ეს არის. მზაობა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა არჩევნების გაყალბების. მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნა საკმარისი არ არის. ახალ პირობებში უნდა იყოს, ხო, ეს არჩევნები ხა რუსული ყაიდის კანონების პირობებში და იმ პირობებში, როდესაც დაკვირვებას კი შეზღუდულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ადმინისტრაციას სრულად ტოტალურად აკონტროლებს ქართული ოცნება, რა ვიცი, გაყალბების 1000 მექანიზმი აქვს, ხო, ეს ხო არჩევნებად არ ითვლება და ეს ძალიან კარგად ესმის ჩვენ ევროპელ პარტნიორებს და ჩვენ ამაზეც გქონდა საუბარი, რომ არა უბრალოდ ახალი არჩევნები, მაგრამ პირობებით უნდა იყოს ეს ახალი არჩევნები. იმიტომ რომ თქვენთანაც ვიტყვი დიანა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ქართულმა ოცნებამ თვითონაც ძალიან მძიმე დღეში არიან ახლა ქართული ოცნების მეშვეურები, ეს რუსი, ასე ვთქვათ, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები, ხო? და მე არ გამოვრიცხავ, რომ თვითონაც დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები, ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ გადაადგილებები, რომელიც აქვს ვიღაცა მიდის, ვიღაცა მოდის, ვიღაცას აწინაურებენ, ვიღაცას აგდებენ და ასე შემდეგ. ანუ ეხლა რაც მოძრაობა თავისი ყრილობის ჩათვლით, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის ისედაც ემზადებიან თვითმმართველობისთვის? გეტყვით, ახლა რატო საპარლამენტო არჩევნები, ხო, ამასაც გეტყვით, იმიტომ რომ ფაქტია, რომ მათ აქვთ უზარმაზარი კრიზისი, რამდენიმე კრიზისი აქვთ რა. პირველი კრიზისი აქვთ აღიარების კრიზისი, ხო? არ ცნობს მათ, არავინ არ მიულოცა, ხო? არავინ არ ურთიერთობს მათთან, ვერაფრით ვერ დაალაგეს, ნორმალურ ჭრილში ვერ რაღაცა ნორმალურშიც არა, რაღაცა ჭრილშიც ვერ გადაიტანეს ურთიერთობა საერთაშორისო ასპარეზზე. ფაქტია, იზოლაციაში არიან. მეორე სანქციები ძალიან სერიოზულ წნეხს ახდენს მათზე და ეს შიდა, ასე ვთქვათ, წუწუნები და პრობლემები, რომელიც აქვს, უფრო და უფრო გამოდის და ჩვენ ამას ძალიან კარგად ვხედავთ. ზოგს ბანკში ანგარიშს ვერ ხსნის, ზოგს შვილი ეუბნება, რომ რაც მინდა შენი ხელისუფლებაში ყოფნა თუმე ცივილიზებულ სამყაროსთან კავშირი არ მექნება, ზოგს მეუღლე ეუბნება ამას და ასე შემდეგ. ეს ძალიან სერიოზულად ურტყავს და ძალიან სერიოზულად მუშაობს ეს ყველაფერი ამ შემთხვევაში რუსი ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებზე. მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი, პროტესტი არ გაჩერდა, დღესაც 7 საათზეა ყოფილი საჯარო მოხელეების პროტესტი და მეც აუცილებლად მივალ და შევუერთდები და ყველას მოგიწევთ იქნებიან ისინი ჩვენი სტუმრები. გიორგი, აი რა მინდა კითხოთ, ნახეთ. აი ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ეს მინდა დავასრულებიან, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, მათთვისაც ეს ღრმა პოლიტიკური კრიზისია. ხო, ამ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში პასუხისმგებელი თვითონ არიან და ამის გამოსავალი მხოლოდ არის ახალი არჩევნების ჩატარება. მაგრამ აქ არის სერიოზული საფრთხეც. არ გეგონოთ, რომ ესე არის, ხო? რატო ხდება კონსოლიდაცია ძალაუფლებების? იმიტომ რომ შემდეგ არჩევნებზე იქნებ შეძლონ და საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიწერონ. ხო? ანუ ისე კი კიდევ უფრო გადააყალბონ, კიდევ უფრო გადაწერონ შედეგები. რა, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ამას უკავშირებ მე, რომ ვინც არ ეთანხმება ამ პოლიტიკას არის, ვინც უფრო კომპრომისებზე ორიენტირებულია, მათი გაწევა ხდება, მათი ჩაჩოჩება ხდება, ყველაფერზე წამსვლელების დაწინაურება ხდება, თუმცა ეს სიაც ძალიან მოკლეა, ასე რომ სერიოზულ კრიზისში არიან თვითონაც შიგნით და ამიტომ რა თქმა უნდა იხილება. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა მზად უნდა ვიყოთ, რომ შეიძლება თქვენ უყურებთ ახლა, რომ ხელისუფლება ახალი არჩევნები შეიძლება ჩანიშნოს, მეტიც მას უფრო აწყობდეს, იმიტომ რომ ეხლა არსებულზე მეტი მანდატი მოიპოვოს პარლამენტში? მას არ აწყობს, არასწორად ინტერპრეტაციას მივიცემ ჩემს ნათქვამს. მათი მცდელობა იქნება ეს, რომ სიტყვაზე ვთქვათ, რაღაცა კიდევ უფრო მეტად გააყალბონ სიტყვაზე ვთქვათ არჩევნები, ხო? ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ ამის შესაძლებლობა არ მივცეთ. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ახალ არჩევნებში ჩვენ მათ გამანადგურებლად დავამარცხებთ, იმიტომ რომ დღესავით ნათელი გახდა ვისთან გვაქვს საქმე, ხო? მით უმეტეს ახალი გარემოებებია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერებულია, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ვართ რეალურად ასოცირების შეთანხმების დაკარგვის, ანუ უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე, რა. მაგრამ მე გეუბნებით, მათ რა აიძულებთ და რა გარემოებებია, რომელიც მათ აფიქრებინებს ახალი
ახალ არჩევნებზე. ამიტომ მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, სრულყოფილად და თქვენ მკითხეთ, იყო თუ არა ამაზე საუბარი დიპლომატიურ კორპუსთან, რა თქმა უნდა, იყო ამაზე საუბარი და რა თქმა უნდა, იმაზეც იყო საუბარი, რომ ჩვენ მეტი მუშაობა გვჭირდება ამ კუთხით და ამას გეგმავთ კიდეც. ანუ ეს უბრალოდ საუბარი კი არ არის, ამას გეგმავთ. ამაზე მუშაობთ, ვემზადებით იმისთვის, რომ როცა არ უნდა ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, ახალი წესებით, რაც თავარია, ჩვენ მზად ვიყოთ იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ. ეს არის ჩვენი ცალსახა ამოცანა და ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, მთავარი ვალდებულებაც. კი ბატონო, და ერთი კითხვა მაქვს ასეთი, თქვენ საუბრობდით იზოლაციაზე, თუმცა რაღაც ტიპის, რაღაც დონეზე მათ კომუნიკაცია აქვთ, მაგალითად დავითაშვილი ჩავიდა ვაშინგტონში, დღეს ვიცე-პრემიერი ასეთ რამეს ამბობს, რომ საქართველოს ერთადერთი პოლიტიკა ევროპასთან ინტეგრაცია, რომ ჩვენი პრიორიტეტებისთვის არ გადაგვიხედავს. ამ დროს მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ მაგალითად იგივე გაფართოების კომისრის ინტერვიუ ვახსენეთ და ამ ინტერვიუზე პაპუაშვილის გამოხმაურება, რომელიც იქეთ უყენებს პირობებს ბრიუსელს, რომ თავად შეასრულონ ეს მოთხოვნა, ეს ვთქვათ, ჩამონაწერი აქვს და ამის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, ანუ მათ უნდა მოკლედ გააკეთო, რომ ჩვენ ვიყოთ ეს ვთქვათ შესაბამის კომუნიკაციაში. ანუ თითქოს რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი მთავრობის, ერთი გუნდის პირობებში არის ორი სხვადასხვა ენა. აი რისი მიღწევა სურს ამ ორი განსხვავებული ენით ოცნებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯერ იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ ხა ერთეული შეხვედრა აღიარებას არ ნიშნავს. პირიქით, ეს ერთეული შეხვედრა საჭიროა იმისთვის, რომ ძალიან მკაფიო პოზიცია იცოდეს რუსი ივანიშვილის რეჟიმმა, რომ მასთან არავინ არ აპირებს რაღაცა ჩვეულებრივ ფორმატში გაგრძელებას საქმიანობის რა. ეს მნიშვნელოვანია, რომ მათ აუცილებლად იცოდნენ, ხო? ბოდიში გავასწორეთ ეკრანს ცოტა. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ. ამიტომ ჩვენ არ უნდა შევხედოთ არც ერთ შემთხვევაში რაღაცა კრიტიკულად ამ ყველაფერს. მით უმეტეს, რომ ამერიკაში მეგობარი აქტის განხილვა იწყება მომდევნო კვირაში, რომელიც ძალიან დამძიმდა, ეს ტექსტი კიდევ უფრო დამძიმდა, მის პოზიტიური ნაწილები ამოღებულია და სხვა შორის ვიცე-პრემიერი რო ჩასული იყო თავის თავს ვიცე-პრემიერს ეძახს თავარ კითხვაზე უნდა გასცეს მან პასუხი რატო გაქრა ამ დოკუმენტიდან პოზიტიური კომპონენტები რომელიც იყო ამ დოკუმენტში ხო დაწყებული ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლებლობიდან გაგრძელებული საინვესტიციო და თავდაცვის კუთხით თანამშრომლობაზე ეს კომპონენტები მეგობარ აქტში ბოლო ვერსია რაც მე ვნახე აღარ არის და კითხვა ამაზე უნდა გასცეს პასუხი იქ რო ჩავიდა რისთვის ჩავიდა რა გააკეთა, რა მოუტანა საკუთარ მოქალაქეებს, ხო? რა მოიტანა აქ. ეხლა პაპუაშვილმა კიდე კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი ყობახიძესთან ერთად, რომ 2 მილიარდი რო წავიდა მოლდოვაში და უამრავი პროექტების დაფინანსება რო დაიწყო ინფრასტრუქტურიდან დაწყებული წარმოების განვითარებით და სოფლის მეურნეობის განვითარებით. საქართველოში რატო არ არის იგივე? მოლდოვამაც ზუსტად იგივენაირად მიიღო კანდიდატის სტატუსი, გაიხსნა მასთან მოლაპარაკებები და აგერ საქართველოსთან ვიზის ვაივაგლახით მოლაპარაკებებზე გადავედით, მაგრამ ზუსტად მათი ბრალია რომ 2 მილიარდი მარტო პირველ წელს დაგვაკარგინეს. 2 მილიარდი დღეს სოფლის მეურნეობაში ახალი პროექტები უნდა ვითარდებოდეს და წარმოებაში ახალი პროექტები და ტექნოლოგიური მიმართულებით უნდა ხდებოდეს ახალი ინიციატივების გაკეთება. ახალი პორტების, აეროპორტების, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება. 2 მილიარდი. აი ახლა დაგვიჯდა ჩვენ 2 მილიარდი ევრო, რაც მიიღო მოლდოვამ უკვე მარტო ეს აი დეკემბრიდან აქამდე. 2 მილიარდი ევრო დაგვიჭდა უკვე ქართულიოსებმა და ამას გასცეს პასუხი. კი ბატონო, გიორგი, აღარ გვაქვს მეტი დრო, საჯარო მოხელეების აქცია ახსენეთ, ისინი არიან ჩვენ სტუდიაში. და აუცილებლად გავაკეთო რა, კიდევ აი ჭიათურაში რა გვედურებაც ხდება რა, აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო, ჩემთვის ჭიათურა ჩემი მშობლიური მხარეა, ხო? აი ასეთი ენით აღუწერილი დღისით ბზისით ზარცვა მე ვერ წარმომიდგენია. ფაქტო 284 მილიონი გადაირიცხა ივანიშვილმა ქართულ ფონდში. გადაირიცხა აი დღისით ბზისით 284 მილიონი აიღო და გადაირიცხა ქართულ ფონდში. ის ფული რომელიც აი მაღაროელებთან უნდა წასულიყო. გესმით რა შეა საქმე? და მე მინდა ჭიათურის საზოგადოებასაც მივმართო და ჭიათურლებს მივმართო. ხალხო მაგ პრობლემის თავი და თავი წლებია მე ამაზე ვლაპარაკობ. არის ბიძინა ივანიშვილი. კლანი რომელიც მომჯდარია კი ბატონო. დარებით გძარცვავენ თქვენ, გინგრევენ სახლებს, თქვენს ხარჯზე მულტიმილიარდერები გახდნენ. ოფიციალურად ხალხო თქვენი კუთვნილი ფული 284 მილიონი იყო და გადაირიცხა ეს ოფიციალური დასტურია რა.
და ფული არ აგვაქვს, რომ ხელფასი მივცეთო და ვამუშაოთ ნორმალურ პირობებში ხალხიო. ესეთი რამე წარმოგიდგენიათ ხალხო? ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ფილანტროპის და რა ვიცი მე, ჰუმანური იმიჯით სარგებლობს 284 მილიონი მოპარა ღარიბ ჭიათურნებს. გიორგი, უნდა დაგემშვიდობოთ. მიმართავ თუ სამიზნე ამ პრობლემის არ გაასწორეთ, ჩემო ძვირფასებო, ვერასდროს ვერ გამოვათ, ხო მოგატყვეს, კიდე მოგატყვეს ორი თვისი. რამდენ ხანს უნდა გიწევდეთ შიმშილობა? აი ეს არის ქართული ოცნება რუსი ივანიშვილმა მოკპარად თავიდან ბოლომდე მარგანეციც, პულიც, ყველაფერი და დაკტოვოთ ღარიბ ხატაკი. და ესენი უნდა მოვიშოროთ. გიორგი ვაშაძე იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა მას. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან გიგა სოფრომაძე, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი.